ვარ ანა მარია გორგაძე 9 წლის. სწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, დიასახლისობა და ცეკვა. აქედან უფრო მიყვარს დიასახლისობა. ჭურჭლის რეცხვა არის ჩემი ჰობი. სამზარეულოში შევდივარ და ჩუმად რეცხავ ჭურჭელს. ამ დროს შემოდის დედაჩემი და ამბობს რომ ნუ რეცხავ, მე გავრეცხავ, ნუ წვალობ შენ. პირველად რომ სცადე ჭურჭლის დარეცხვა, აი რაღაცნაირად ძალიან კარგი იყო და კაფე რომ გაქვს ხელებზე და აშორებ რაღაცა ბინძურებს. ტაფებს და ქვაბებს არ რეცხავ, მარტო თეფშებს, ჩანგლებს და კოვზებს და ჭიქებს. სუფრის გაშლა ძალიან მიყვარს. სტუმრები რომ მოდიან, დედიკოს სულ ვეხმარები სუფრის გაშლაში. ყველაზე მეტად მიხარია, რომ სტუმრად მოდის მაიკო ბიცოლა. ძალიან საყვარელია და ძალიან კეთილი ბიცოლა მყავს. კმაყოფილი ვარ. ადრე ვაკეთებდი საჭმელებს და კვერცხებს წვავდი, მაგრამ ახლა უფრო შევერჩივე დამცხრების გაკეთებას და ნაყინების გაკეთებას. ყველაზე კარგად გამომდის შოკოლადის ნამცხვრის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. დედიკოზე კარგად ვაკეთებ ნაყინს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მზარეული. ვიმუშავებდი რომელიმე ცნობილ რესტორანში. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ხატვა ვისწავლე ჩემით და ძალიან ბევრს ხატავ. მე ვიცი მინდვრების დახატვა, ყვავილების, სახლების და ქოთანში ჩადებული ყვავილების დახატვა. ყველაზე რთულია ქოთნების დახატვა და ყველაზე ადვილია სახლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია ვარდისფერი და იასამნისფერი. და არ მიყვარს ცისფერი და ლურჯი. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 50 ცალი. ნახატების გაჩუქება იმიტომ არ მიყვარს, რომ ძალიან ლამაზებია და მენანება. იშვიათად ვჩუქნი ჩემი ხელოვნების მასწავლებელს. ჩემი ოცნების საჩუქარია ტელეფონი. აიფონი თუ რაღაცაა პასტა მოყვება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან მოწესრიგებული და კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანია ლილე შამანაძე. ყველაზე მხიარულია ბარბი საფარაძე. ყველაზე მშვიდია ბარბი დიასამიძე. მე ვარ ყველაზე საყვარელი და ლამაზი გოგო. ჩემი სკოლა იმით ჯობია სხვა სკოლებს, რომ არის ძალიან ფერადი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხელოვნების მასწავლებელი. გვარი არ ვიცი, მამამისე თინათინი ქვია. მიტომ მიყვარს რომ ძალიან ლამაზად გვასწავლის ხატვას, ასიმეტრიულს და სიმეტრიულს. და ძალიან საყვარელი და კეთილია. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რომ ვიყო თინეიჯერი. მინდა მასაკით დავეწიო ჩემ დედაშვილს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ბაბუ. არა, ჩემი ძმაც გამოვიჩინე. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია ჰენრი. ის არის ძალიან კეთილი, დინჯიანი და ძალიან საყვარელი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. ჩემი მამა არის ვაჟკაცური, მამაცი და მამაკაცური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი და თბილგულიანი. მე უკვე 2 წელია ცეკვავ ანსამბლ ბაკურში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ცერებზე დგომა. ახლა უკვე ყველაფერი ადვილია. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ესა. კონცერტი არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ეს კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. თბილისში ნამყოფი არ ვარ და დედაჩემმა დამპირდა მალე წავალთო. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. დადასვენელი ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ფრენის სუპერ ძალა. ყვავილებიდან მე გავარ იას, რადგან ჩემსავით ლამაზია და ის ფერი არის ჩემი საყვარელი ფერი. გვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პრინცესების წიგნი. პრინცესებიდან მე გავარ ფიფქიას. და ძალიან წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანიტა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. ანიტას სახელი ძალიან მომწონს. და იმიტომ მომწონს ეს სახელი, რომ 101 დარმატინელიდან რომ არის ლეკვები და ძაღლები, ერთ გოგოს ქვია ანიტა. და არის ძალიან ლამაზი გოგო. ანიტამ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნინი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიტას, ანა მარიას და გიოს.
შემდეგ მონაწილეს ვუტყუებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. ბავშვობაში ხანდახან თამაშობდი თოჯინებს, მაგრამ ბურთი მიყვარდა ძალიან. ბედნიერება არის დაბადების დღე და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.